საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ კი ნოტარიუსთა პროფესიული დღე აღნიშნა. პალატის ხელმძღვანელებმა ღონისძიების დამსწრეებს საქართველოს ნოტარიატის მიღწევები და გატარებული რეფორმები გააცნეს. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ესწრებოდა მიხეილ სარჯველაძემ, როგორც გამოცდილ, ასევე რეგიონებში ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს სპეციალური სიგელები გადასცა. საქართველოში ნოტარიუსთა პროფესიული დღე 2002 წლიდან აღინიშნება. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აღნიშნავს ნოტარიუსთა პროფესიულ დღეს, რომელიც მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი დღე გახლავთ იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ყოველთვის, რომ პროფესიული, ასე ვთქვათ, ღირსება, წვლილი თვითონ დარგის განვითარებაში, რომელიც შეაქვს ცალკეულ ადამიანებს, რომ ეს დაფასდეს, რომ გამოიხატოს და შესაბამისად შესაძლებლობა, რომ ხაზი გაესვას ყველა იმ მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, წინსვლას, ყველაფერს, ასე ვთქვათ, რაც დადებითია პროფესიაში, ამის დაფასება რომ მოხდეს და ხაზგასმა. საერთოდ ამ დღის დაწესება უკავშირდება წმინდა მოწამეების მარტივისა და მარკიარეს ხსენებას და ამავდროულად ნოტარიუსები აღნიშნავენ თავიანთ პროფესიულ დღეს. ამ დღეს ნოტარიუსთა პალატა ყოველთვის ცდილობს კოლეგებს მცირედი სიურპრიზები მოუწყოს და ჩვენც დღეს შევეცადეთ და გადავეცით დავაჯილდოვეთ ყველაზე გამორჩეული, წარმატებული, ყველაზე დიდი სტაჟის მქონე ნოტარიუსები და ასე შემდეგ, ისინი ვინც მსახურებენ განსაკუთრებულ პატივისცემას. მე ვარ ლაგოდეხის ნოტარიუსი, აქამდე ლაგოდეხში ერთი ნოტარიუსი მოქმედებდა, როგორც ჩემს რაიონში დანიშნულ ნოტარიუსს გადმომეცა სიგელი და ძალიან გახარებული ვარ, ბედნიერი ვარ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნოტარიატი